ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში ამის შესახებ თავად მისი ადვოკატი წერს. თეიმურაზ ციქვაძე გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. და ფაქტი, რომ დავის მოგების მიუხედავად ივანიშვილი 607 მილიონს ვერ განკარგავს, Deep State-ს დააბრალა. თუ არაფორმალური მმართველების მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ შანტაჟისა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა გაგრძელდეს, შესაძლოა ამერიკულის ნაცვლად ბრიტანული სანქციები გამოიყენონ, წერს ციქვაძე. ოცნება, რომელმაც ომში მყოფი უკრაინის ფოტოები ბანერებზე წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის გამოიყენა, ახლა ამტკიცებს, რომ უკრაინის მიმართ გულქვა და ცივსისხლიანი დამოკიდებულება ევროპას აქვს. ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან ასეთი წამოწდენები გვესმის, რომ სანამ უკრაინა იბრძვის, მანამდე პოლონეთს თუ დასავლეთ ევროპას არაფერი ემუქრება. ასე გამორჩენის მხრივ უყურებდი ამ ყველაფერს, ეს ქართული ღირებულებებისთვის მიუღებელია, თქვა პაპუაშვილმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქალაქო სასამართლოს მანდატურების უფროს დავით მატიაშვილს ცემეს ვიღაც გოგოს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გოგოს ახლობლები შემოუტრიალდნენ და კეფით აფორთხიალეს, დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ვერ მიიღწევა აგრესორისთვის დათმობით, ამის ნაცვლად ის უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სამართალზე და პატივისცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ევროპის 20 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.